ხელისუფლების განცხადებით ცენტრალურ ტეხასში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა. ტეხასის გუბერნატორის თქმით, ამ დროისთვის 41 პირი უგზო უკლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათ შორის არიან მოლაშქრეები და ზაფხულის ბანაკის კონსულტანტი. მან ასევე დაზინა, რომ სამშაბათამდე კიდევ უფრო მეტი ნალექია მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა მიმდებარე ტერიტორიებზე დამატებითი საფრთხეები შექმნას. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაზარალებული რეგიონისთვის კატასტროფის მასშტაბურ დეკლარაციას მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ოჯახებმა წარმოუდგენელი ტრაგედია გადაიტანეს. პარასკევს მდინარე გვადალუპე 45 წუთში ადიდა და მისმა სიმაღლემ 8 მეტრს გადააჭარბა, რამაც სახლები, ბანაკები და მანქანები გაანადგურა. ტეხასის ხელისუფლებამ მსხვერპლთა და დაკარგული ადამიანების მოსაძებნად ვერტმფრენები, ნავები და დრონები გამოიყენა. ოფიციალური პირების თქმით, პირველი 36 საათის განმავლობაში 850-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. საზოგადოება ხელისუფლებას აკრიტიკებს, რომ დაუცველ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები სათანადოდ არ იყვნენ გაფრთხილებული. მთავრობამ საპასუხოდ განაცხადა, რომ არ ელოდნენ ასეთ ინტენსიურ წვიმას. მათი თქმით, ისინი იმ რაოდენობის ნალექს ვარაუდობდნენ, რომელიც რეგიონისთვის დამახასიათებელი იყო.